საინტერესო კვლევა ჩატარდა ამერიკაში მეგობრებო. ორი ტყუპი გოგო, რომელიც ერთი იყო წვრილი, ანუ ერთი სუქანი იყო, ერთი გამხდარი. გამხდარი გოგოს ბაქტერიები ერთი თაგვში და სუქანი გოგო რო იყოს, მაგის ორგანიზმის ბაქტერიები იმ მეორე თაგვში შეიტანეთ ექსპერიმენტებმა. ექსპერიმენტი ჩატარდა. იმ სუქანი გოგოს ბაქტერიებმა ის თაგვი ყველა გეუბნება ნახშირწყლები ცუდია, შაქარი ცუდია, მაგრამ არავინ არ ეუბნება ამ ორივე პროდუქტზე უფრო ცუდი პროდუქტია, რომელიც ჩვენი კვებაში ყოველდღიური კვებაში შედის. მაგაზე არავინ არ გეუბნება. შაქარი არ არის ყველაზე მავნე პროდუქტი. ყველაზე მავნე პროდუქტი შედის ეგრეთ წოდებული ჩიფსებში, სუპებში, პროტეინებში, ეგრეთ წოდებული შეიკებში, ჯანსაგი, წონის დასაკლებლად რო იყიდება. ეს პროდუქტი შედის ყველა ეგეთი პროდუქტებში, რომელშიც წერია შაქარის გარეშე. კომპანიებმა იცოდა, რომ ერთი დრო მოვა, რომ შაქარი გახდება ეგეთი ცუდი სახელი, რომ არავინ არ შეჭამს. ან მოერიდება ხალხი. გზა მოძებნილია წინასწარ და ეს პროდუქტი მომატებულია ყველა პროდუქტში და რატო უმატებენ ეს აგემრიელებს იმ პროდუქტს შაქარი რო არ არის მაგისი ტექსტურას ასწორებს პლუს ასწორეთ მაგისი როგორ პირში დადნება და ადამიანი რო კიდე რო შეჭამო ესეთი გემრიელია ეს პროდუქტი რა არის მეგობრებო ეს პროდუქტია მალტოდექსტრინი საიდან მოდის ქორბლის ბოლო პროდუქტია არ მოიფიქრო ეს ქვილი გაკეთდება ქორბლიდან და იქ დამთავრდება ულტრა პროცესია ანუ იმდენად რეფინირებული პროდუქტია ბოლოს სახამებელი რო ეძახის მეგობრებო სიმინდიდან მოდის და კიდე ბრინჯიდან მოდის ზუსტად თეთრი ფხნილია სახამებელი რომელიც გლიცემიური ინდექსი ყველაზე მაგალია სოფლიოში მაგაზე მაგალი გლიცემიური ინდექსი სხვა პროდუქტის არ არსებობს და თქვენ გაგიკვირდება თუ ყავს პატარა საქმე პრემიქსები საჭმელი თუ წყალი შეურიე და ბავშვს აჭამე წაიკითხე მალტოდექსტრინი თუ შედის ეს არის მავნე ჯოგი საჭმელში პირდაპირ არ წერია მალტოდექსტრინი მეგობრებო იმ პროდუქტში წერია სიმინდის სახამებელი ბრინჯის სახამებელი ქორბლის სახამებელი იგივე მალტოდექსტრინია ჯოგი პირდაპირ წერს ჯოგი ესე წერს ხო არ წერია შაქარია იმიტომ ადამიანმა მიხვდა რომ შაქარი მავნეა კაი წავიკითხო შაქარი რამდენია შაქარი არ არის მაგრამ მალტოდექსტრინი ან სახამებელით ფორმით შედის თქვენი ბავშვების საჭმელში და ეხლა ადამიანი მოიფიქრებს კაი რა მაშინ რას უძავს მალტოდექსტრინი რას აკეთებ მალტოდექსტრინი მეგობრებო შაქარს მავნე რატო ეუბნებიან იმიტომ შაქარი რო ჭამს ადამიანი შაქარის ჭამის მერე ინსულინის გამოიყოფება რო სისხლიდან ამოიღო ეს ზედმეტი შაქარი და იმის მერე ან მაგასთან ერთად ნაჭამი ნებისმიერი კარგი საჭმელიც ნუტრიენტები რო შედის ეს არ გადამუშავდება და ჩვენი ორგანიზმი როცა ინსულინი არის მაგალი იმ დროს ცხიმ გროვას აწყებს ცხიმი გროვდება და იმ ცხიმის გროვის პროცესში მეტაბოლიკ პრობლემები მოიმატება წონის მომატება შაქარიანობა მაგალი ქოლესტერინი გულის პრობლემები და ესე შემდეგი ეს აკეთებს შაქარი და მალტოდექსტრინი რას აკეთებს იგივე აკეთებს მაგრამ ორმაგივით უფრო სწრაფად აკეთებს რას შაქარი აკეთებს ორი მაგის სწრაფად კიდე აკეთებს მალტოდექსტრინი იგივე საქმეს ადამიანი ფიქრობს ძალიან საგად ვიკვებები და მაინც ქოლესტერინი მაგალი რატომ აქვს ცუდი იმიტომ გააკრო დამალული ეგეთი პროდუქტებში მე მეგობრებო თქვენ ბევრჯერ გითხარი ადრეს დღესაც გეუბნები რას პროდუქტი შეფუთულია პაჩკებში საჭმელი ეს მკვდარი საჭმელია და თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს მკვდარი საჭმელი არ ვარგა
კიდე ერთი საინტერესო ფაქტი მეგობრებო, რომელიც არადროს არ გეუბნება. ჩვენი ორგანიზმი არის დაახლოებით 70 ტრილიონი უჯრედები. აქ დანარჩენი 40 ტრილიონი უჯრედები არის მეგობრებო ბაქტერიები, რომელიც ჩვენი ორგანიზმში ცხოვრობენ, ჩვენი ნაწლავებში ცხოვრობენ. ეხლა არ შეგესინდე ბაქტერია იმდენი, დიახ მეგობრებო, 40 ტრილიონამდე, იქიდან დაახლოებით 30 ჩვენია და 40 უცხოა. დიახ მეგობრებო, ეს ორინაირია, ერთი კარგი ბაქტერია, ერთი ცუდი ბაქტერია. და ადამიანი რამდენი იცხოვრებს, როგორ იცხოვრებს, რა დაავადება იქნება, ჩვენი სიცხლის ჯანმრთელობა როგორი იქნება, ჩვენი ტვინის ჯანმრთელობა როგორი იქნება, ეს ჩვენი ნაწლავში, ჩვენი კუჭში ნამყოფი ბაქტერია წვეთს. ადამიანი როგორი იქნება, როგორი ხასიათი, სუხანი იქნება, წვრილი იქნება, წონასი მოიმატებს, წონასი არ მოიმატებს, ეს ბაქტერიები წვეთს ამ ყველაფერს. და COVID-ის მერე კვლევა ჩატარდა ეგეთი ადამიანი, ვისაც ჰქონდა ცუდი ბაქტერია უფრო მეტი, ვიდრე კარგი ბაქტერია, ის ადამიანი ან ცუდად გახდა ძალიან, ან ვერ გაატანა ის ვირუსი. ზოგი ადამიანი ძალიან ცუდად გახდა, ზოგმა გაატანა. იმას ეძახიან, იმის იმუნიტეტი კარგი იყო და იმან ვერ გაატანა. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანს ჰქონდა ცუდი ბაქტერიების რაოდენობა უფრო მეტი. და იმ ცუდი ბაქტერიების ერთ-ერთი საჭმელი არის მალტოდექსტრინი. მალტოდექსტრინი რამდენის მეტი შეჭამთ, ცუდი ბაქტერია იმდენად უფრო მეტი გაიზარდება. ბაქტერიაზე კიდე ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა ამერიკაში მეგობრებო. 2 ტყუპი გოგო, რომელიც ერთი იყო წვრილი, ანუ ერთი სუხანი იყო, ერთი გამხდარი. გამხდარი გოგოს ბაქტერიები ერთი თაგვში და სუხანი გოგო რო იყოს, მაგის ორგანიზმის ბაქტერიები იმ მეორე თაგვში შეიტანეთ ექსპერიმენტებმა. ექსპერიმენტი ჩატარდა. იმ სუხანი გოგოს ბაქტერიებმა ის თაგვი გაასუქა და რომელიც გოგო გამხდარი იყო, მაგის ორგანიზმის ბაქტერიებმა არაფერი არ გააკეთა. პირიქით გამხდარი დარჩა ეს თაგვი როგორც იყო. ნახე რა კავშირია. იმ სუხანი გოგოს ბაქტერიებმა თაგვიც კი გაასუქა. და მარტო ბაქტერიებმა თაგვი გაასუქა და იმ ზუსტად იგივე ბაქტერიებმა ის თაგვი არ გაასუქა, ორივე ერთი და იგივე კვებაზე იყო. იმიტომ თუ თქვენ ფიქრობთ, მოდი რა ეს ბაქტერიები რა, ანუ სერიოზულად უნდა უყუროთ, ეს არის მთავარი. მაგათ უნდა აჭამოთ ჩვენი კარგი ბაქტერიების საჭმელი, ეგეთი საჭმელის ყურადღება უნდა იყოს, რომ ჩვენი კარგი ბაქტერია ყოველთვის იყო ძლიერი. არა ცუდი ბაქტერია იყო ძლიერი. მალტოდექსტრინი მეგობრებო, წყლის კონტრაქტში რომ მოდის, ანუ ჩვენ რო ჭამს, შიგნით რომ მიდის, ეს კიდე ჩვენი ნაწლავებში დაიწებება და გახდება იქ ცუდი ბაქტერიების საჭმელი. E. coli, Salmonella, ეს ბაქტერიები. იმიტომ ჩვენი კარგი ბაქტერია მალტოდექსტრინს ვერ გადაამუშავებს და ტოვებენ. ეს თქვენია, მიდი თქვენ აჭამთ. და ეს ორი ცუდი ბაქტერიას ძალიან სასიამოვნო საჭმელია მალტოდექსტრინი, რომელი თქვენ უნდა წაიკითხო პროდუქტზე, უნდა ეწეროდე. ეგრეთ წოდებული ძალიან საგი შეიკები მეგობრებო, კომპანიის დასახელება მე არ მინდა აქ. წაიკითხე. მალტოდექსტრინი ხო არ შედის? ყველაში არ შედის, მაგრამ 90%-ში მალტოდექსტრინი შედის და ყველამ კი არ იცი კაცო მალტოდექსტრინი რა არის. ის ფიქრობს შაქარი არ წერია, მოდი ჭამო, ეს ძალიან საგი იქნება. იმედია მოგეწონება ეს ინფორმაცია, გააზიარი ყველა მეგობარში. მით უმეტე ეგეთი დედებს აუცილებლად გააზიარე, ვისაც ყავს პატარა ბავშვები. პრიმიქსებში უფრო მეტია და ვინც ვარჯიშობენ და ეგრეთ წოდებული სწორი კვებაზე არიან, ის ადამიანები ყიდულობენ ეგეთი პროდუქტები. აუცილებლად სადე მეგობრებო, თქვენ უნდა ჭამო ბუნებრივი პროდუქტი. ანუ თქვენ თვალის წინ რომელიც კეთდება. ხორციც თუ კიდულობს, ხორცი იყიდე, არა გადამუშავებული და შიგნით 100%-ით შედის ეს სახამებელი,
რომელიც თქვენი ცუდი ბაქტერიის საჭმელი გახდება და ცუდი ბაქტერია როცა გაიზარდება, თქვენ ზამთელი არ იქნები ნებისმიერი პრობლემა, 100 პრობლემა დაემატება ორგანიზმში, დიაბეტი, 100, რა ვიცი. სულ იგავი ზამთელი და ბედნიერი, ჩვენ ისევ ესე გავაგრძელებთ ჩვენი არხით, თუ ჯერ არ გააქვს მოწერილი, აუცილებლად გამოიწერე არხი, კარგად და ზამთელად.